მოგესალმებით მეგობრებო, საყვარელო მეგობრებო, როგორ ხართ? დღეს ძალიან საინტერესო კომენტარი წავიკითხე ჩემი მსმენელისგან და მინდა ამ მსმენელს გავცე პასუხი, ალბათ თქვენს გექნებათ იგივე მოსაზრება და იგივე მოთხოვნა ჩემს მიმართ. ასეთი კომენტარი იყო, რომ თამარ, მე თქვენი ძალიან ერთგული მსმენელი ვარო და ძალიანაც მინდაო რომ მოგისმინოთ ბევრმაო და უბრალოდ თუ არ გვეტყვი კონკრეტულადო რას მოითხოვო, ხო? უფრო ნაკლები ადამიანი მოგისმენსო და ვერ გავიგებთ რა გინდაო რა. აი ესეთი კომენტარი წავიკითხე დღეს და მე აი ესეთ ხალხს მინდა ეხა გავცე პასუხი. ძალიან მიხარია რომ ჩემი ერთგული მსმენელი ხართ და ძალიანაც მოგწონთ ჩემი საუბრები. და უკვე თითქმის 930 ვიდეომდე მაქვს ჩაწერილი და 930 ვიდეოში რასაც ვსაუბრობ. ალბათ თქვენთვის ნაკლებად ადვილია რომ გაიგოთ, ნაკლებად ადვილად გასაგებია, მაგრამ საქმე იმაშია რომ რასაც ქრისტე საუბრობდა 2000 წელი გავიდა და მაინც არ გესმის დღეს რა ისაუბრა. თუმცა ადამიანმა ღმერთკაცმა ისაუბრა ძალიან ადვილი და გასაგები ენით და რატომღაც ესე არის ეს სამყარო ჩამოქნილი ამ დედამიწაზე, რომ ადვილი და გასაგები ენით, როდესაც საუბრობს ადამიანს გაუგებრად მიაჩნია და ვერ წარმოუდგენია, რომ აი ესეთი ადვილი ენით შეიძლება ადამიანმა რამე მოითხოვოს ან რამე ცნობიერება მოგვაწოდოს. ადვილი და გასაგები ენით, როდესაც ვსაუბრობთ და როდესაც ჩვენ გონია და ველით აი ეს ცნობის მოყარე ხალხი, რომელიც არის მწიგნობრები და ათასგვარი დიპლომები უდევთ სახში და რა ვიცი, ნაშრომები და ასე შემდეგ და ნაშრომები აქვთ აი აქამდე, მაგრამ პუბლიცირებული ნაკლებად. გესმით? ანუ წიგნის გამოცემა არ ნიშნავს იმას, რომ აი ხა შენ გამოიცი წიგნი და გადაარჩინე მსოფლიო. არა, მეგობრებო, წიგნის გამოცემაში რო ყოფილიყო ხსნა, ქრისტე ადგებოდა და დაიწყებდა წერას, დაიწყებდა ამების პუბლიცირებას და გააშუქებდა. მეც არაფერს არ გააკეთებდა. ის არ წავიდოდა, არ მივიდოდა ადგილზე, არ ამხელდა ხალხს, რაბებს, აი ამ განსწავლულდა ფარისეველ ხალხს, არ მივიდოდა, არ გადმოუყირავებდა დაახლს, არ ივლიდა აქეთ-იქით და ხალხში არ იქნებოდა კონტაქტი და ასე შემდეგ, ასე გააკეთებდა ქრისტე. მაგრამ რადგან ჩვენ ვერ ვიგებთ იმას, რომ ქრისტეს უნდა მივბაძოთ, რა გააკეთა ქრისტემ და ჩვენ გონია რომ მხოლოდ ქრისტეს უნდა გაეკეთებინა ის რაც გააკეთა და რომ ჩამოვიდა და განკაცდა ღმერთი და გააკეთა და გვასწავლა მაგალითები და გითხრა რომ მომემსგავსეთ მეო, ხო ჩვენ გონია რომ აი ესენი მარტო წიგნებში უნდა დავწეროთ რა გააკეთა ქრისტემ. მხოლოდ უნდა გქონდეს თავში და მივიდეთ კვირა დღეს თუ შაბათ დღეს და ვეზიაროთ და აი მარტო ეგ არის ქრისტე. აი ესენი გონია და ჩემ საუბრებს რა თქმა უნდა ასეთი ადამიანები ვერ გაიგებენ, იმიტომ რომ მოელიან ადამიანები, იცით რას, დიქტატორებს, რომლებიც ეტყვიან, აი ეს და ეს უნდა გააკეთოთ თქვენ, გაიშერენ ხელს, ჰაილ ჰიტლერ იტყვიან და აი იმას შეასრულებენ. კაცობრიობა სამწუხაროდ ასე არის შექმნილი, მაგრამ ქრისტე მასწავლის მე თავად, რომ სწორედ აი ეს ჩარჩოში ჩასმული აზროვნება, რომელიც მანამდე ჰქონდათ სადუკევლებს, ფარისევლებს, ეხლა აქვთ მართლმადიდებლებს, პოლიტიკოსებს. აი ეს ყველაფერი არის მხოლოდ და მხოლოდ ადამიანების სამართავად გასაკეთებული და ამ ჩარჩოებიდან გაგვანთავისუფლა ჩვენ ქრისტემ, როდესაც გვითხრა, რომ შენ იმისთვის კი არ ხარ შექმნილი, რომ ამ დედამიწაზე აქ მოხვიდე და აქ ემსახურო და მონაზღვენი გახდე. შენ იმისთვის ხარ შექმნილი, რომ შენ განვითარებაში იყო და იმ ფარისევლებისა და სადუკევლების მიერ დაწესებული დოგმატები, კანონები და ასე შემდეგ ეს მხოლოდ ზღუდავს ადამიანებს, თქვა ქრისტემ და იცით რაო, განვითარდითო.
გათავისუფლითო და თქვენს გულში იმოგზაურეთო, თქვენი თავი გაიცანითო და თქვენ თავებს ვერ გაიცნობთ ის ადამიანები, რომლებიც ელოდებით თამარის სიტყვას, დავითის სიტყვას, გიორგის სიტყვას, გიორგი ბრწყინვალეს სიტყვას, რა ქვია მაგას, წმინდა გიორგის სიტყვას, ვიღაცა წმინდანების სიტყვა. არა, ეგ არ არის ხსნა, მეგობრებო, ხსნა არის იმაში, რაც გვასწავლა ქრისტემ. თუ გაიგე რამე, თუ გაქვს საერთოდ შინაგანი სამყარო, ადექი და იმოქმედე რამე თუ მხოლოდ და მხოლოდ საქციელებით გამოიცდებით, ხომ გითხრა ქრისტემ და იცით რა არის მეგობრებო, მე რომც ავდგე და გითხრათ, ალბათ მოელით იმას, რომ აი თავი გაგიცხადოთ ეხლა რომ ეხლა მე ვარ მეფე და აი ამირჩიეთ მეფეთ. და თქვენ მოხვალთ რამდენიმე საზოგადოების რაღაცა ჯგუფი გამოეყოფა, ამირჩევენ მეფეთ და მე ვამათ, უკარნახებ, რა უნდა გავაკეთოთ. არა მეგობრებო, ეგ დრო წასულია და ეგ დრო უკვე არის ამ დროში არ უნდა ჩავრჩეთ. ჩვენ განვითარებაში უნდა ვიყოთ, როგორც ქრისტე გვასწავლის, ხო? განვინთან უნდა ვიდგეთ 369-თან, 369-თან უნდა ვიდგეთ და ჩვენ უნდა თითოეული ჩვენგანი უნდა იყოს არა ნაკლებ არ ჩამოუვარდებოდეს აზროვნებაში ერთი მეორეს. ხვდებით? ანუ ერთ ადამიანზე არ უნდა იყოს დამოკიდებული და დაყრდნობილი, როგორც ეს აქამდე იყო, როგორცაც აკეთებდნენ მეფეები, შეაწირავდნენ თავს, თავის დროს, თავის ენერგიას, იყვნენ ისინი თავისთავად მწყემსად დაყენებული და აკეთებდნენ თავის სამსახურს, მაგრამ რადგან ღმერთმა ინება რომ გაათავისუფლა ეს ბაგრატიონები აი ამ წყემსობისგან, გაათავისუფლა და უთხრა თქვენ უკვე თავისუფლები ხართ. თქვენ აღარ გინდათ იმ ადამიანებისთვის იზრუნოთ, რომელიც ვერ გაფასებენ. და გამოჩნდა უფლის ციხეში, როგორ ვაფასებთ ერთმანეთს ქართველები და რამდენი ქართველი ვარსებობთ საერთოდ და ვისთვის უნდა იბრძოლოს ადამიანმა? ჰაერისთვის? თუ ვირტუალური საზოგადოებისთვის, რომელიც მხოლოდ აი აქ ვირტუალურში გამოჩნდებით ხოლმე და აი გისმენ ეს ის. არა მეგობრებო, ეს დრო წავიდა. ღმერთმა გაგვანთავისუფლა ბაგრატიონები და გითხრა, იცით რა, შენ აღარ გიმსახურებს ეს ხალხი. შენ უკვე თავისუფალი ხარ, წადი შენ თავს მიხედე. როდესაც ბაგრატიონები დადიოდნენ, სისხლს ანთხოვდნენ, შვილებს წირავდნენ, თავის დროს, თავის ენერგიას, თავის პირადს წირავდნენ იმ ხალხისთვის, ვინც სამწყსო იყო, არ დააფასა ამ ხალხმა. და სწორედაც მაგიტომაც მოხსნა ღმერთმა მეფე აი ამ საზოგადოებისთვის. ეხლა დადიხართ თქვენ ხართ ესე უთავბოლოდ, ვარიებივით, დაბნეულები, არ იცით რა ქნათ, გინდოდათ თავისუფლება, მიიღეთ თავისუფლება. არ გინდოდათ მეფე, არ გყავთ მეფე. ახლა თქვენც აღარ გინდათ რომ იმოქმედოთ, ხო? ეხლა თქვენ არ გინდათ შეასრულოთ ის საქმე, რასაც მანამდე მეფეები აკეთებდნენ, ხო? ამიტომ მოვიდა სხვა მევენახე, ამიტომ დაგიპატრონათ სხვა მევენახე და აი სწორედაც ვხედავთ როგორი მევენახე გივლით თქვენ, რომ მიწას გაგიყიდათ, თავისუფლებაც გაგიყიდათ, თქვენი ნამუსიც და კულტურას, ისტორია და მთელი სიმდიდრე გაგიყიდათ და თქვენ მაინც უწმინდეს და უნეტარის გაბწყინა საქართველოს უძახით. მაგრამ ამას ვერაფერს ვერ შევცვლით მეგობრებო, ვერც ის შეცვლის რომ ეხლა თქვენ გითხრათ ხალხო, ავი რაზმოთ, ეხლა დავდგეთ იქ, ეხლა დავდგეთ აქ, ამასაც ვაკეთებდი და მივხვდი რომ ხალხი ამისთვის ჯერ მზად არ არის. ხალხი იმისთვის არის მზად რომ თავისი თავი გაანადგუროს და თავისი თავის განადგურებისთვის უფრო იხსოდეს. ხო და შემდეგ რომ დაიფერფლება, შემდეგ შეუძლია აღდგეს ფერფლიდან რამე თუ თავის თავზე იწვნიოს ის რაც მეფეებმა გააკეთეს, რასაც ერთ დროს მეც ვაკეთებდი. და ერთ დროს მე ჩემი პირადი სივრცე თქვენთვის გავწირე. მაგრამ ახლა მეგობრებო, უბრალოდ მადლიერი იყავით იმისა, რა ინფორმაციასაც მე მოგაწვდით თქვენ, ეს არის პირდაპირ ღვთიური, ზეციდან ჩამოტვირთული ზეთი. და თუ თქვენ ამითაც არ ხართ კმაყოფილი, მე გეტყვით, თუ მაინც და მაინც თქვენ გინდათ რომ რამე ვინმე შეცვალოთ, ან რამე შეცვალოთ ამ თქვენს გარემოში, ხო? თქვენ თავად უნდა გახდეთ მეფეები. თქვენ თავად უნდა გახდეთ, აიღოთ ხელში სკიპტრა, აიღოთ ხელში მართლობა და თქვენ თავად იმოქმედოთ. ვინმე სხვას ვიღაცა მე კი არ უნდა დამელოდოთ, თავად უნდა იმოქმედოთ ის, რასაც აქამდე მეფეები აკეთებდნენ. მერე მეფეების მერე არაფერი აღარ მოხდა. მერე მხოლოდ თქვენი განადგურება დაიწყო. ხო და ახლა ისეთ დროში დგახართ, რომ თქვენ ან განადგურდებით, ან კიდე გადაირჩენთ თავს.
და ამისათვის მე გაძლევთ იმ ინფორმაციებს, სულიერ ინფორმაციებს, რაც შეიძლება რომ იყოს თქვენთვის მოსახმარებელი და წაგეხმაროთ იმაში, როგორ უნდა გაითავისუფლოთ თავი. მე თქვენ არც არაფერს მოგიწოდებთ და არც არაფერს ჩაგიდებთ პირში, რომ აი ეხლა ეს უნდა შეჭამოთ. არ უნდა შეჭამოთ. თქვენ თვითონ უნდა მიხვდეთ რა უნდა ჭამოთ და რა უნდა გააკეთოთ. თქვენ უკვე ხართ ზრდასრულები, უკვე შეგიძლიათ სიარული, უკვე კბილებიც ამოგივიდეთ და ღეჭვად შეგიძლიათ. ამიტომ თავად მიხვდით რა უნდა გააკეთოთ. ახლა არის ის მომენტი, როდესაც გამოეყოფა პატარა ჩვილი დედას ძუძუმ წოვარი და დაიწყებს თავად სიარულსაც და ჭამასაც. და ახლა მე გეტყვით თქვენ, რომ თუ გგონიათ რომ იმისთვის საუბრობ რომ ბევრმა ხალხმა მომისმინოს, ბევრი მაყურებელი მყავდეს, მე მეფედ ამირჩიონ, მე დავჯდე მართლად და მე ვიმსახურო და შევწირო ისევ ჩემი დრო და ნერვები აი ამ სიტუაციას, ცდებით მე გეტყვით თქვენ. იმიტომ რომ მე არც მეფობა მინდა და არც თქვენი ჭკუის სწავლება მინდა. მე ვსაუბრობ იმისთვის, ვისთვისაც ეს სიტყვა არის ჩამოსული ზეციდან და ვინც ამ სიტყვის გასაგებად მზად არის. და მე არ მაქვს იმის პრეტენზია, რომ ბევრი უნდა იყვნენ, იმდენი იქნებიან, რამდენიც ღმერთმა აირჩია. მე არც ბევრი მსმენელი მჭირდება და არც ნაკლები. მე ვსაუბრობ და ვაკეთებ იმ საქმეს, რასაც ღმერთი მავალებს. და ამჟამად და არა როგორც 800 წლის წინ, ამჟამად მე ღმერთმა მომცა ჩემი პირადი სივრცე და მითხრა, შენი პირადი სივრცე შენით აირჩიე. და არა ისე როგორც მაშინ, რომ ირჩევდნენ ისინი სასულიერო ჭყალებში ჩასმული პირები, ვითომ და მიდგენდნენ რა უნდა გამეკეთებიდან და რა არა, ვიზე უნდა დავქორწინებულიყავი და ვიზე არა. ახლა მეგობრებო, ახლა მე ჩემი სივრცე მაქვს, მე ჩემი თავი მჭირდება ჩემთვის და თქვენ გაწვდით იმ ინფორმაციებს, რომელიც თქვენს გულს სიამოვნებს, ალბათ. თქვენი სულისთვის რომ არ წარიწმინდოს, თქვენი სულის გადასარჩენად, ალბათ. ეს თითოეულმა თქვენგანმა იცის, რატომ მისმეს მე. მე არ ვსაუბრობ იმისთვის, რომ შენ ტვინი გამოგილაყო, როგორც ის სასულიერო პირები აკეთებენ დღეს, დაგადებილო და აგიკრძალო, ეს არ წაიკითხო, ის არ წაიკითხო, ის არ წაიკითხო. ყველაფერიც უნდა წაიკითხო და თავად უნდა განავითარო შენი აზროვნება, რომ გაიგო ვინ არის ქრისტე. და თუ ვერ გაიგე დღემდე რა მიზანი მაქვს და რა მიზნით ვსაუბრობ, აჰა გითხარი. მე არანაირი მიზანი არ გამაჩნია გარდა იმისა, რომ გაჟღერდეს ხმა, რომელიც სურს ღმერთს რომ გაჟღერდეს და როგორ ვინ რას გაიგებს აქედან, ეს უკვე ჩემი გადასაწყვეტი არ არის და არც ის არის ჩემი გადასაწყვეტი, თუ რას იმოქმედებს აქედან ადამიანი. თითოეულმა თქვენგანმა თავად უნდა იცოდეს რა არის გასაკეთებელი. მე შენთვის თქმა არ უნდა მჭირდებოდეს. ეს დროები უკვე უკან დარჩა. როცა პატარა იყავი და ძუძუმწოვარა იყავი, ერო. მაშინ მეფე ყავდა ღმერთს შენთვის და ის გივლიდა. ხო და ახლა გეუბნება ღმერთი რომ გამოფხიზდი, აღარ ძუძუმწოვარი ხარ და აღარც პატარა. სიარულიც უნდა ისწავლო, თუ აქამდე არ გისწავლია და ღეჭვაც. საჭმლის ჭამაც თვითონ თავად მოპოვებას და აჰა, როგორც 64-დან გამოყარა ადამი და ევა ღმერთმა, ისე გეუბნებათ რომ გამოფხიზდით. გეყოთ ჩემი შვილის ჭამა და ჩემი შვილის ძიძგნა და ჩემი შვილის ჯვარცმა აქამდე. თუ აქამდე შენ იმის იმედით რომ ქრისტე გადაგვარჩენს ჭამდი სისხლს და ხორცს მისას, ახლა გეუბნება ქრისტე, გამოფხიზდი და დამემსგავსე მე. და თუ არ დაემსგავსები ქრისტეს, ის სისხლი და ხორცი, რაც ქრისტემ თავისი გაწირა, შენთვის გამოილია. ასე რომ მეგობრებო, ესე მზამზარეულზე დავჯდეთ და ვიყოთ და სახლებიდან, მარტო ტელეფონებიდან ვუყუროთ, რა ხდება, აბა ქრისტე როდის მოვა, აბა ქრისტე როდის გადაგვარჩენ, როდის გადაგვისმენს ხელს, არ მოგერთმევადო, არ მოგერთმევათ. არა. თქვენ თავად უნდა გახდეთ ქრისტეები. იცით რა გააკეთა ქრისტემ? თავზე კი არ გადაუსვეს ქრისტეს ხელი. ეკლიანი გზა გაიარა და ბოლოს თავისი სისხლი და ხორცით შეწირა იმათთვის, ვისთვისაც ღმერთი იღწოდა, ვისთვისაც ღმერთმა ის თავის შვილი მოიყვანა ამ დედამიწაზე. ხო და გითხრათ ამის მერე, მე ამას აღარ გავაკეთებო. ასე რომ
თავად მიხვდით რა არის გასაკეთებელი და ჩემგან უმოელით რა უნდა გითხრათ თქვენ რომ გაკეთდეს. ამას ნუ მოელით. თქვენ უნდა ამოიკითხოთ ფრაზებიდან და წინადადებებიდან, სიტყვებიდან და იმ ქმედებებიდან, რასაც ქრისტე აკეთებდა და მიბაძოთ მას. ასე რომ გემშვიდობებით და გისურვებთ ბედნიერ დღეს.